Χριστί აღზრდა. Χριστί აღზრდა. Χριστί აღზრდა. ხვალინდელი დღე არის ბრმის კვირა. ესე იწოდება ბრმის კვირა, სახარებიდან იკითხება თუ როგორ განკურნავს უფალი ბრმაჩობილს და დღეს შესაბამისად იკითხება ესე ქრონოლოგიურად იმ სასწაულის წინ, როდესაც უფალმა ეს ბრმა განკურნა, აი ეს ხდება. უფალი აი დღეს რაც წავიკითხეთ სახარებაში, რომ უფალი ეუბნება, განუმარტავს ურიებს, რომ მე და მამაი ჩემი ერთ ვართ. და ჰურიები, ესე წერია, რომ აქ უნდა უკვალა თქვები ჰურიათა, რაითამსა დაჰკრიბეს მასო. ესე იგი, იმის გამო, რომ მაცხოვარი ეუბნება, მე და მამაი ჩემი ერთ ვართ, ჰურიებს უნდა რომ ქვები ჩაქოლონ. და ნახეთ როგორ ხდება, ესე იგი, უფალი იმიტომ კი არ ეუბნება, რომ რაღაც პატივი მოიღოს მათგან და მათგან განდიდება მოიღოს. უფალი იმიტომ ეუბნება, რომ მათი გადარჩენა უნდა. და უფალი იმიტომ ეუბნება, რომ მათ გულისხმა ხონ. იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან წერილი. უფალი სიბრძნის წყაროა თქვენიცი და ამიტომ ჰურიებმა, რომლებმაც იციან წმინდა წერილი და იციან კარგად ყველაფერი, რომ ძეღვთისა რომ განკაცდებოდა და ასე შემდგომ მათ ეუბნება. მაგრამ ისინი ქვით ჩაქოლვას უპირებენ და ამის მერე ახდენს უფალი ბრმაჩობილის განკურნების სასწაულს. მათ წინაშე. რატომ აქაც აი დიალოგი ისეთი არის, რომ მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეო თქვენო და რის გამო მიპირებთო ქვების დაკრებას, ქვების ჩაქოლვას რის გამო მიპირებთო. ესე იგი, აშკარა არის, რომ უფალი მათი მოქცევის მოსურნი არის უფალი და ამიტომაც ხდება ბრმაჩობილის განკურნება, რომ მათ დაინახონ, რომ ქრისტე არის ძეღვთისა და ერთ-არსი მამისა. აი ამას ეს უნდა რომ გულისხმა უყოს ქრისტეს და ჩვენ ვხედავთ, რომ აი რამდენი ადამიანების კატეგორიაც არის, რამდენი ადამიანების სულიერი მდგომარეობაც არის. უფალი იმდენად ცდილობს, აი ვერავინ ვერ სიტყვის მიმგებელი იქნება წინაშე ღვთისა, ვინც წარდგება, იმიტომ რომ ესე იგი არ დარჩენილა კატეგორია ადამიანებისა, რაღაც ცოდნის დონე, რაღაც სულიერების დონე, რომ უფალს მათთვის არ ეკადაგოს, ზუსტად ისე როგორც მათი მოქცევა არის საჭირო. და როგორც აი ამ ერს ამ შემთხვევაში თითოეულ ადამიანსაც ესე ელაპარაკება უფალი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი ჩვენ ვიგზავნის სწორედ იმას, რაც ესე იგი ჩვენი მასთან მიახლოებისთვის უფრო მეტად შეიძლება რომ სასარგებლო იყოს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც ამბობს მოციქული, რომ კურთხეულ არის ღმერთი, რომელსაც ყოველსა კაცსა ნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ანუ ღმერთს ყველა ადამიანის გადარჩენა უნდა. აბსოლუტურად ყველასი. აი ჩვენ რომ გონია, რომ მოძულებული და მოძაგებული არის ღვთისაგან, ადამიანებისაგან, ესე არ არის. ღმერთს ყველა ადამიანის გადარჩენა უნდა და ესე იგი აი ამ დიალოგის მერე ისინი ბრალსდებენ, რომ შენო კაცი ხარო და თავს ღმერთს ყოფო. ამიტომ გიპირებთო ქვების დაკრებას. და მერე მაცხოვარი წერილიდან განუმარტავს, რომ ჟულშიო ხო წერიაო, რომ აი მე ვთქო ღმერთის ამეხართო, ფსალმუში ხო წერია. ხო და ეს საუბარია დიდ წინასწარმეტყველებზე. არა ბუნებით ღმერთებზე, არამედ მადლით განღრთობილებზე. ძველი აღთქმის მოსე, აარონი, აი ძველი აღთქმის აბრაამი, დიდი წინასწარმეტყველები და თუ მათზე თქვაო, რომელი იგი მამამან მოავლინაო და სოფლა და წმინდა ხო თქვენ რატომ იტყვითო მასზეო რომ გმობსო.
ანუ უფალი ელაპარაკება უხსნის. ჯულის მცოდნეებს ჯულიდან უხსნის. ეუბნება ბრმაჩობელს განკურნავს და ამით გულისხმა უყოფს, რომ ესე იგი მის წინაშე ღმერთი დგას, იმიტომ რომ ბრმაჩობელი თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ თვალები არ ქონდა, აი გადმოცემა არის, რომ აი ის ადგილიც კი ამოვსებული ქონდა, სადაც თვალები არის და ასეთი ბრმაჩობელი განკურნა. და იმას აი ესე გულისხმა უყო ღმერთი. ამავე დროს ებრაელები, ვინც დაინახავენ აი ამ ბრმას, მათ უნდა გულისხმა ხო, რომ მათ წინაშე არის ღმერთი და წინასწარმეტყველი. მაგრამ იმის გამო, რომ მათ ისინი შეპყრობილი არიან შურის საშინელი ვნებით, ისინი ვერ ხედავენ მას წინაშე ქრისტეს და ესე ემართება ყველა ადამიანს, რომ რაღაცა ვნებით შეპყრობილი, მერე ჩვენ ვერ ხედავთ ქრისტეს, რომელიც ჩვენთან მოსულია და გველაპარაკება იმ ენაზე, რომელ ენაზე ჩვენ გავიგებთ, სხვანაირად ეთყობა ვერ გავიგებთ და გველაპარაკება ზუსტად ამ ენაზე და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ და ჩვენ თუ ჩვენთვის დაუშვათ აი გაუგებარია რომ და ვერ ხვდებით, ვერ ჩამწდარვარ და ვერ მიწდარვართ იმას, რომ რას ამბობს უფალი, მე და მამაი ჩემი ერთ ვართ, ხო? ეს არ უნდა, ესე რომ თქვათ, არ უნდა გავატაროთ, ჩვენ უნდა გამოვიძიოთ და გამოვიკლოთ, არის სახელმძღვანელოები, კატეხიზმოს სახელმძღვანელოები, აი წამსის განმარტება არის იქ რაღაცა და უნდა წავიკითხოთ და უნდა მოვიძიოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი წუთის სოფელში მყოფობა არის ნაყოფის გამოღების ჟამი და აი მერე გალატელთან მიმართ წერილში პავლე მოციქული ჩამოთვლის რა არის სულის ნაყოფები. ნაყოფი სულის არის სიყვარული, სიხარული, მარხვა, მოთმინება, თამდაბლობა, აი ეს ყველაფერი. და ვისთვის დაიწერაო ეს ყველაფერი? ჩვენთვის დაიწერა ადამიანების, ჩვენ და დასამოზღვრად დაიწერა ეს ყველაფერი და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ამაზე. ეკლესიაში ადამიანი რომ მოდის, უნდა იგრძნოს, რომ ის არა მარტო ხორცი არის, არამედ პირველ რიგში სული და სულიერზე უნდა დაფიქრდეს და ამისკენ მოგვიწოდებს, რა თქმა უნდა, დღევანდელი საკითხავების და ყოველი წირვა და ყოველი ლოცვა, ყოველი წირვის ბოლოს ეს აუცილებელია ღვთელი გამოდის, ამბობს სიტყვას და ეს სიტყვა არის ის ნათელი, რომელიც უნდა მოეფინოს მერე ჩვენ სულს და რომელმაც უნდა დაგვაფიქროთ ჩვენ იმაზე, რომ სად ვართ. აი დავით გურამიშვილმა ესე თქვა, რომ ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის სიდამ მოსულა, სად არის სწავა სადაო. აი პედაგოგიური ესე იგი უკეთესი გამოთქმა პედაგოგიური ღვაწლის და პედაგოგიური საქმის მე ვერ ნახავს ვერავინ. ხო და ყმაწვილი კი არა, ჩვენ უნდა უსვავდეთ ჩვენ თავს კითხვას, ვინ ვართ? საიდან მოვედით, სად მივდივართ? ვინ არის ღმერთი? როგორია ღმერთი? რას ამბობს ღმერთი? მაგრამ სახარებას რო არ ვკითხულობთ, საიდან გაგვიჩნდება ეს კითხვა, რას ამბობს ღმერთი? ამიტომ სახარებას უნდა ვიკითხოთ აუცილებლად და ღმერთი შეგვეციოს იმაში, რომ რაღაცას მოვედოთ, რაღაცას მოვეჭიდოთ და იქიდან გამოვიღოთ სულის ნაყოფები, რომლის გარეშეც ცარიელი წარდგებით უფლის წინაშე და იქ მერე ძალიან ძნელია და ძალიან მძიმე არის. და შეგვეციოს ამაში უფალი და თქვენ დაგლოცოთ ღმერთმა და წირვის მადლი მოგცეთ თქვენს გულებს, თქვენს სულებს, რომ აი ამებზე დავფიქრდეთ და მარტო წუთისოფელმა არ გავკაცოს ჩვენ მთელი ჩვენი რაც ღმერთის არის ისიც და რაც კეისრის არის ისიც. კეისარს კეისრის ეყოფა, ანუ წუთისოფელის რასაც მივაგებთ ეყოფა ისა. რაც ღმერთის არის ჩვენში, ის აუცილებლად უნდა ღმერთს მივაგოთ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ დღესა შენს თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგეო, ნიშნავს იმას, რომ არა მარტო კვირაში არის ერთი დღე, არამედ ყოველ დღე უნდა ჩვენ გქონდეს იმისთვის გამოყოფილი, რომ უფალს დაუთმოთ. თუნდაც აი დილის ლოცვები, მერე სახარება წავიკითხოთ, მერე ფსალმუნი, ჩვენი კანონები, თუ რამე სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, ეს ყველაფერი არის ის საქმე, რომელიც არის შაბათი. ჯულში რო წერია, რომ მოისმენე დღე იგი შაბათი და წმინდა ხავ იგი. ამინ.